ერთი ღმერთი და ცხოვრების აზრი, წარმოიდგინეთ მძიმე თვების რიგი, როლების ერთმანეთს ერგდომა. თუ თითოეული ქვა ერგდომა მის უკანმკემს და ის უკანმკემი ასევე ერგდომა სხვას, ზე ქვა წაიქცევა. იმისათვის რომ ისინი იდგნენ, ბოლოში უნდა იყოს რაღაც, რაც არაფერს არ ერგდომა. ის არაფერს არ ერგდომა, ვაგაც წამარისად ძლიერი, რომ არ არის დაფკიდებული ნაფერზე. ისევე, იმისი იდგნენ, როგორც თითოეული ქვა ერგდომა სხვა ქვებს დგომისათვის. სამაროში ყველაფერს შირდება ბევრი სხვა რამ არსებობისათვის. თქვენ დაფკიდებული ხართ ჰაერზე, სხვა ქვები დაფკიდებულია მიწაზე, წვიმასა და მზეზე. მზე დაფკიდებულია ფიზიკურ კანონებზე, საითაც არ უნდა გაიხედოთ. ერთი რამ დაფკიდებულია ბევრიმე სხვა რამეზე. მეცნიერება ძალიან კარგად აღწერს ამ კავშირებს. ის გვეუბნება, თუ როგორ არის ერთი რამ დამოკიდებული მეორეზე. მაგრამ ის არ ხსნის, თუ რატომ დაგის მთლიანი ხვების რიგი თავიდანვე. ის პასუხს არ სცემს კითხვას, რა არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ყველაფერი დაიჩიოს. ამის გასაგებად ჩვენ უნდა გავიხედოთ დამოკიდებული საგნების ჯაჭვის მიღმა. უნდა არსებობდეს არსება, რომელიც ყველაფერს იჩერს, მაგრამ ნახევარს ეგრდნობა და არ არის დამოკიდებული ნახევრზე. ეს არსება, რომელიც იჩერს ყველაფერს, მაგრამ თვითონ არ არის დაკავებული სხვა ასლის მიერ, არის ის, ვისაც ჩვენ ვუწოდებთ კოვლისემძლე ღმერთს. ცხოვრების აზრი მაშასადამე. პოვლისემძლე ღმერთმა შექმნა ჩვენ და ყველაფერი ჩვენს გარშემო. თუ მიმოვისედავთ და ვინახავთ, რომ ყველაფერს აქვს ნათელი მიზანი. მზე ათბობს დედამიწას და წყალი ახევეს ცაში, რითაც ქმნის ღრუბლებს. კარი ამოძრავებს ღრუბლებს. ღრუბლებიდან წამოსული წვიმა მცენარეებს ზრდის. მცენარეები და ცხოველები ადამიანებს საკვებით უზრუნველობენ. სამყაროში არაფერი ჩანის შემთხვევითი ან უმიზნო. როდესაც უსიცოცხლო საგნებსაც კი გააჩნიათ მიზანი, ჩნდება ლოგიკური კითხვა. რატომ შექმნა კოვლისემძლე ღმერთმა ადამიანები, რომლებსაც აშკარად აქვთ ინტელექტისა და ცნობიერების უმაღლესი დონე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ღმერთმა გამოგზავნა შუამავლები, წინასწარმეტყველები, რათა კაცობრიობისთვის მისი გზავნილი მიეტანათ. წარსებული ადამიდან, ნოედან, აბრაამიდან, მოსედან, დავითიდან, სოლომონიდან, იესოდან წინასწარმეტყველი მუჰამედით, მშვიდობა იქოს მათზე ყველაზე. ყოველი წინასწარმეტყველი მოვიდა ერთი და იგივე ნათელი გზავნილით. ღმერთმა შექმნა ადამიმელი მის სათაყვანებლად და დასამორჩილებლად. ეს ამქვეინიური ცხოვრება არის ღვთისადმი ჩემი მორჩილების უწყვეტი გაბაცდა. სიტყვა, ფიქრი და განზრახვა იწერება ანგელოზების მიერ. სიკვდილის მომენტი არის დრო, როდესაც გაბაცდა მთავრდება და შედეგები ვლინდება. ისინი, ვინც ცხოვრობდნენ კოვლისემძლე ღმერთის რწმენით და აკეთებდნენ კეთილსაკეებს, მარადიო წარმატებას მოიპოვებენ სამოთხეში. ხოლო ისინი, ვინც არ იწმუნეს და უარქვეს კოვლისემძლე ღმერთი, დაიტანჯებიან მარადიული სასჯელით ჯოჯოხეთის ცეცხლში. როგორ გავიგოთ ჭეშმარიტება? საიდან ვიცით, რომ წინასწარმეტყველები მოვიდნენ? მათ დატოვეს ღვთაებრივი წიგნები, რომლებიც ღმერთისგან მიიღეს. ყველა ღვთაებრივი წიგნი დროთა განმავლობაში შეიცვალა, გარდა წმინდა ყურანისა, რომელიც სრულყოფილადაა შემონახული დღემდე, ალთუა წელზე მეტი ხნის შემდეგ. მაგრამ საიდან ვიცით, რომ ყურანი ნამდვილად კოვლისმსემლე ღმერთისგან არის? მოდით დაფიქრდეთ ღმერთის აუცილებელ თვისებებზე. ის უნდა იყოს უსაკისო და უსასრულო. თუ მან დაიწყო არსებობა, ის დაფუძნებული იქნებოდა რაღაცაზე, რამაც მას არსებობა შესწინა. აიმათონ, ის ვერ იქნება ის არსება, რომელიც არ არის დაფუძნებული სხვა არაფერზე. თუ ის შეწყვეტს არსებობას, მაშინ ის ვერ იქნება არსება, რომელზეც ყველაფერია დაფუძნებული,
რადგან მისი დასასრული გულისხმობს, რომ ყველაფერი სხვაც დასრულდება. აიმატონ, ღმერთს არ აუგს დასაწყისი და დასასრული. ის უნდა იყოს ერთი. თუ იარსებდა ორი შემოგვედი, ერთის ნება შეზღუდავდა მეორის ძალაუფლებას, ხოლო შეზღუდული არსება ვერ იქნება ღმერთი. მითვადად, თუ ერთ შემოგვედს ესურვება მზის ამოსვლა, ხოლო მეორეს მისი ჩასვლა. მხოლოდ ერთი მიაღწევდა წარმატებას. ის, ვინც ვერ შეძლებდა, უძლური არსება ვერ იქნება ღმერთი, რომელზეც ყველაფერია დაპოკიდებული. და ბოლოს ის არანაირად არ უნდა ჰგავდეს თავის ქმნილებას, თუ ის ემსგავსებდა. ის დაპოკიდებული იქნება ზუსტად ისევე, როგორც ისინი, და ის ვერ იქნება არსება, რომელზეც ხვალა დაპოკიდებულია. ახლა კითხეთ საკუთარ თავს, ხვალა ღმერთიდან, რომლებსაც ხალხი ეთაყვანება, რომელი შეესაბამება ამ ლოგიკურ კრიტერიუმებს. ეს არის ღმერთი, რომელმაც გამოგზავნა წმინდა ყურანი. 1000-ივე სურაში ალაჰი ბრძანებს. უთხარი, ის არის ალაჰი ერთი, ალაჰი გამოკიდებული. მას არ უშვია და არც შობილა და არავინ არის მისი თანასწორი. ერთი ღმერთი, არაფერი შერწება, მარადიული, არავითარი შვილი, არავითარი მამა, სლიად განსხვავებული ქმნილებისგან, არავითარი პარტნიორი, არავითარი თანასწორი. ყურანი ათხდეს ღმერთს ზუსტად ისე, როგორც ამას ლოგიკა მოითხოვს. ეს არასიმტკიცებულება, რომ წმინდა ყურანი ნამდვილად არის წიგნი, გამოგზავნილი სამყაროს შემოგედის ალლაჰის მიერ. მოწვევა ეტომ, ჩვენ გიწვევთ ისლამში, ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემაში, რომელამ შექმნა ცა, დედამიწა და ყველაფერი, რაც არსებობს. ისლამის მისაღებად, უბრალოდ თვითგულწრფელად, მე ვამოწმებ, რომ არ არის ღვთაება თაყვანისცემის ვირსი გარდა ალაჰისა და მე ვამოწმებ, რომ მუჰამედი ალაჰის შუამავალია. აშჰადუ ან ლა ილაჰა ილლალლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულულლაჰ. თუ ჩვენ ვწდებით, თქვენ კარგავთ სამწუთს. თუ ჩვენ მართლები ვართ, თქვენ კარგავთ გვალეფერს. მარადიულ საიქიო ცხოვრებაში, თუ უარს იტყვით, მარადიული ნეტარების კარი ფართოდ არის ღია. შებიჭეთ შიგნით